პედიმ საუბარი არმან წარუკიანით დაიწყო და სიმართლე გითხრათ, მისი მისამართით ერთი თბილი სიტყვაც არ გაუმეტებია. პიმბლეტი პირდაპირ ამბობს, რომ არმანი გაფუჭებული და განებივრებული სპორტსმენია. მისი თქმით, წარუკიანს ყველაფერი ლანგრით მიართვეს, რადგან მის ოჯახს დიდი ფული აქვს. მას ხდოვნია, რომ რადგან ოჯახს ფული აქვს, UFC-შიც ყველაფერი თავისით მოხდება. იცით რატომ ჩაეხსნა ისლამ მახაჩევთან ბრძოლას? ზურგის ტრავმაო, იტყუებიან. უბრალოდ წონა ვერ ჩააბარა, აცხადებს პედი. პიმბლეტმა წარუკიანის ბოლო გამარჯვებებიც მიწასთან გაასწორა. ჩარლზ ოლივეირა. პედის აზრით, არმანს ის ბრძოლა არ მოუგია და მსაჯების ნაჩუქარი გამარჯვება იყო. ბენილ დარიუში. ის უკვე მოხუცი იყო და რეალური წინააღმდეგობა ვერ გაწია. დენ ჰუკერი. პედიმ მას საერთოდ მარტივი მეტოქე უწოდა. თუმცა მოდით რეალობას თვალი გაუსწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ წარუკიანის ოჯახის ქონებაზე ბევრი ჭორი დადის, მისი ბრძოლის უნარი მაინც მაღალ დონეზეა, მაგრამ პედი დარწმუნებულია, ის ჩემს ქვეშ ვერ გამაჩერებს. მისი ჭიდაობა ჩემთან არ იმუშავებს. ილია თოფურია და ვაკანტური ტიტულის მოთხოვნა. აი, აქ კი პედიმ ყველა ზღვარს გადააბიჯა. მან პირდაპირ მოითხოვა, რომ ილია თოფურიამ ქამარი დათმოს, ვაკანტური გახადოს. რატომ? პედის არგუმენტი მარტივია. ილია ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილა და მისი პირადი პრობლემები, სავარაუდო სასამართლო დავა ყოფილ მეუღლესთან, დივიზიონს აფერხებს. პედი ამბობს, რომ სანამ ილია პირად საქმეებს აგვარებს, დივიზიონი გაჩერებულია. მან ილიას სიტუაცია ტომ ასპინალისა და ჯონ ჯონსის საგას შეადარა. თუ ის აპირებს 2 წელი გარეთ იჯდეს, მაშინ კეთილი ინებოს ქამარი დატოვოს და დივიზიონს სუნთქვის საშუალება მისცეს. მე მინდა მისი ცემა, მინდა ყველას ვანახო, რომ ილიას დამარცხება შემიძლია, მაგრამ ლოდინს არ ვაპირებ. ეს მაშინ, როცა თავად პედი, ამ თვეში ჯასტინ გეიჯის ხვდება დროებითი ტიტულისთვის. საინტერესოა, რომ პედი ილიას მიმართ თითქოს გარკვეულ გაგებასაც იჩენს, მაგრამ მაინც დაუნდობლად ითხოვს ქამრის ჩამორთმევას. მეგობრებო, ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ ნაწილში გაიგებთ, თუ რას ფიქრობს სინამდვილეში UFC-ს ხელმძღვანელობა ილიას სპეციალურ პირობებზე და რატომ არის პედის და გეიგის ბრძოლა პირდაპირი საფრთხე თოფურიასთვის. მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ის, რასაც პედი პიმბლეტი იძახის, ბევრს აფიქრებს. ილია თოფურია ჩვენი სიამაყეა, მაგრამ UFC-ში წესები ყველასთვის ერთია. ან იქნებ არ არის? პედი ამტკიცებს, რომ ილია სპეციალური მოპყრობით სარგებლობს. სანამ სხვა მებრძოლები $20,000-ისთვის ჯოჯოხეთში გადიან და ტრავმირებულებიც კი გამოდიან ოქტაგონზე, ილია პაუზას იღებს პირადი მიზეზების გამო. პიმბლეტის ლოგიკა ასეთია. თუ ტრავმა არ გაქვს, უნდა იბრძოლო. ჩვენ ვიცით, რომ ილიას სასამართლო პროცესები აქვს, მაგრამ სპორტულ სამყაროში ეს ხშირად არგუმენტად არ ითვლება. პედი ხას უსვამს, რომ ილიას შეეძლო იანვარშივე ეჩხუბა. რატომ არ გააკეთა ეს? არის თუ არა ეს სტრატეგიული გათვლა თუ მართლაც ისეთი რთული ოჯახური მდგომარეობაა, რომ სპორტისთვის დრო აღარ რჩება? მე ილიას ფანი ვარ, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ. ის ახლა სხვების ხარჯზე ისვენებს, ამბობს ვიდეოს ავტორი. ეს სიტყვები ქართველი გულშემატკივრისთვის მწალე მოსასმენია, მაგრამ სწორედ აქ იკვეთება მთავარი კითხვა. რატომ არ სჭის მას დანა ვაითი? როგორც ჩანს, ილია UFC-სთვის იმდენად ძვირფასი პროექტია, რომ მას ბევრ რამეს პატიობენ. მაგრამ პედი და გეიჯი სწორედ ამ სამართლიანობის აღდგენას აპირებენ თავიანთი ჩხუბით. არმან წარუკიანი, ილუზორული გამარჯვებები და პედის ეწვევი. დავუბრუნდეთ არმან წარუკიანს. პედი მას ბალასტი უწოდა. მისი თქმით, არმანის მთელი კარიერა აწყობილია იმაზე, რომ მას ყოველთვის მოსახერხებელ მეტოქეებს აძლევდნენ. განვიხილოთ რამდენიმე ფაქტი, რაზეც პედი ამახვილებს ყურადღებას. გამროდთან ჩხუბი. პედი ამტკიცებს, რომ არმანმა ამ ჩხუბს თავი აარიდა, სანამ არ დარწმუნდა, რომ მეტოქე მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ჩარლზ ოლივეირა. ბევრმა ექსპერტმა თქვა, რომ მესამე რაუნდი 50-50 იყო. პედი კი დარწმუნებულია, ჩარლზმა ის ჩხუბი მოიგო, არმანი კი უბრალოდ გადარჩა. გრეპლინგი. პედი დასცინის არმანის უნარებს. მე რომ გილიოტინაში მომექციე, ისე როგორც ჩარლზმა მოაქცია, ის დღეს ცაცხალი აღარ იყოფოდა. აუცილებლად გაითიშებოდა. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პედი პიმბლეტი არმანს საერთოდ არ თulis ტოპ-დონის მებრძოლად. მისთვის წარუკიანი მხოლოდ ფულიანი ბიჭია, რომელსაც კარგი პიარი აქვს. წარმოიდგინეთ ეს ჩხუბი.
პედი პიმბლეტი წარუკიანის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა არა მხოლოდ სპორტული, არამედ კლასობრივი დაპირისპირებაც ითხოვდა. პედი პიმბლეტი vs ჯასტინ გეიჯი. რა გველოდება? პედი დარწმუნებულია, რომ გეიჯს დაამარცხებს. ეს ძალიან ხმამაღალი განცხადებაა. გეიჯი არის ადამიანი, რომელიც ოქტაგონზე ომებს მართავს. თუ პედმა გეიჯი გაიარა, მაშინ მისი პრეტენზია ილია თოფურიას ტიტულზე უკვე ლეგიტიმური გახდება. ბევრი ფიქრობს, რომ პედი მაშინვე ჭიდაობას დაიწყებს, რადგან გეიჯსთან დგომში ჩხუბი ცვითმკვლელობაა. მაგრამ პედი ამბობს, რომ მისი სტრაიკინგით სათანადოდ არ არის შეფასებული. და აი მივედით მთავარ კითხვაზე, რომელიც ყველას გვაინტერესებს. არის თუ არა პედი პიმბლეტი ის ძალა, რომელიც ილია თოფურიას ტახტს შეარყევს? თუ ეს ყველაფერი მხოლოდ იაფფასიანი პიარია, რომ ჩვენი ჩემპიონის ყურადღება მიიპყროს? მეგობრებო, მოდით რეალობას თვალებში ჩავხედოთ. UFC აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. დღეს ორგანიზაცია უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ოდესმე. თუ ადრე ჩემპიონებს წლობით ელოდნენ, ახლა დანა ვაითი მზადაა ნებისმიერ წამს ჩამოართვას ტიტული მას, ვინც თამაშიდან ვარდება. პედი პიმბლეტმა ზუსტად ამ წერტილში დაარტყა ილია თოფურიას. პედი ამბობს, რომ ივნისამდე თუ არაფერი შეიცვალა, ილიას ქამარი უნდა წაერთვას. ეს არ არის ტრამვა, ეს პირადი საქმეებია. ეს ფრაზა UFC-ს ოფისებში უკვე ეკოსავით ისმის. ჩვენ ვიცით ილიას ხასიათი, ის არავის დააჩაგვრინებს თავს, მაგრამ ფაქტია, დრო ილიას წინააღმდეგ მუშაობს. თუ პედიმ გეიჯი დაამარცხა და დროებითი ქამარი მოირგო, ის გახდება დივიზიონის დე ფაქტო სახე. პედის მედიური ძალა უზარმაზარია და მან ეს იცის. ის ცდილობს ილია გამოიყვანოს ბოროტ მოქმედად, რომელიც დივიზიონს მძევლად ატყვევებს, საკუთარ თავს კი მხსნელად, რომელსაც ჩხუბი ყოველთვე შეუძლია. წარუკიანის ბუშტი გასკდება? რაც შეეხება არმან წარუკიანს, პედის კრიტიკა მის მიმართ შესაძლოა წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს. არმანს მართლაც არ ჰქონია ისეთი ცეცხლოვანი გამარჯვებები, როგორიც ილიას ან თუნდაც ისლამ მახაჩევს. მისი სტილი პრაგმატულია, ხშირად მოსაწყენიც და როგორც პედი ამბობს, გაუმართლა, რომ ჩარლზმა ბოლომდე არ მოუჭირა. თუ წარუკიანი და პიმბლეტი ოდესმე ოქტაგონზე შეხვდებიან, ეს იქნება მომენტი, როცა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. პედი დარწმუნებულია, რომ არმანი ფსიქოლოგიურად გაწყდება, როგორც კი საქმე ნამდვილ ომზე მიდგება. ხოლდიც იწყება. საბოლოო განაჭენი, ვინ არის ნამდვილი მეფე? მოდით შევაჯამოთ. პედი პიმბლეტი გენიალური პროვოკატორია, რომელიც ცდილობს ილია თოფურიასა და არმან წარუკიანის დამარხვით საკუთარი აქციები გაზარდოს. ილია თოფურია იმყოფება რთულ პერიოდში, მაგრამ მისი კლასი ეჭუგვარეშია. თუმცა პაუზა ზედმეტად იწელება და ამას მისი მტრები კარგად იყენებენ. არმან წარუკიანი უნდა დაამტკიცოს, რომ მისი რეიტინგი მხოლოდ მოსახერხებელი ბრძოლების შედეგი არ არის. პედი ამბობს, რომ ილია თოფურია სპეციალურ პირობებს უქმნიან. მე კი ვფიქრობ, რომ ილია უბრალოდ სხვა დონეა და პედის მისი სახელი მხოლოდ საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის სჭირდება. პედი იძახის, მე მინდა ილიას ცემა, მაგრამ მზად არის კი იმისთვის, რაც მას ოქტაგონზე დახვდება? ილია არ არის გეიჯი, ილია არის მანქანა, რომელიც შეცდომებს არ პატიობს. და აი მივედით დასასრულამდე. მეგობრებო, ახლა თქვენი ჯერია. მე ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს პედის სიტყვებმა სისხლი აუდუღა. აბა გულწრფელად მითხარით, საერთოდ ვინ არის პედი პიმბლეტი, რომ ილია თოფურიას ვაკანტური ტიტულისკენ მოუწოდოს? თქვენი აზრით ხომ არ ეშინია პედის, რომ ილია დაბრუნდება და ამდენი ლაპარაკის გამო თავპირს დაუმტვრევს? თუ ფიქრობთ, რომ პედი მართალია და ჩემპიონი ასე დიდხანს არ უნდა ისვენებდეს? დაწერეთ ყველაზე მწვარე და გულწრფელი კომენტარი. არ მოგერიდოთ, გამოხატეთ ემოციები. ილიას მხარე ხართ თუ ფიქრობთ, რომ UFC-ში სამართლიანობა დარღვევა. ველოდებით თქვენს აქტივობას, რადგან ამ თემას ასე მარტივად არ დავტოვებთ.